მოდი ხარ? კი, ხარაგაულში კარგი იქნება პატა, მაგრამ ელენემ რო დარეკავ სამსახურში ბევრი საქმე მაქვს და გვიან მოვალო. ო, ეს ცუდია, ცუდი, მოგის შენ და ნიკა რო წამოხვიდეთ. შენ და ბავშვი წამოდით, ხო, საღამოთი ჩამოვალთ, ხო? აუ, წავიდეთ რა თეკლა რა. და დედიკოს მე დაურეკავდა ვთხოვ რომ გამომიშვას. აი მე რა ვიცი, კიდე ვინ მოდის პატა? ნუნუ მოდის. რავი, არ მინდოდა თეკლა რომ მეთქვა, მაგრამ ხო იცი რა ტიპია, იმდენი მელაპარაკა, თავბრუ დამოხვია, რა ქვია და წამომასწრებინა ყველაფერი მათქმები. რა კიდე ფრიდონი? ხა რატისთან და ფრიდონისთან კი მერიდება, მაგრამ რა არის? ეგენი ბაბუაშვილს მაინც არის თომე, ხო? ხო და ხა რო ჩამოვიდნენ ეგენის ახლა ხო ვიცი რატის ამბავი უნდა დაუწყო დადიას გოგოს თვალები ჟუჟუნი. ხო და ნადია დაგხოცავს თუ ყველას. ხო. ფრიდონი კიდე ნადია დაუწყებს თვალები ჟუჟი და ბაბუაშები დაგხოცავს თუ ყველას. ხო და თან კიდე ახლა ხო იცი არა კოტე ბაბუ ამდენი ხანია ნადიას ეპანაჭება მოსწონს რაღაცა ხო ხტები და რამე რო ხო მერე ხო გესმის. კი, გავიგეთ. ამან გაგძე. შენი მანქანით რო წავიდეთ, მე კი დავიძები, მაგრამ ხო ხტე ფეხი მაქვს მოტეხილი და არანაირად აბა. შენი მანქანით პატა, ამხელა გზაზე მე ვერ დავჭდები საჭესთან და ვაშაც რა დროს არ არის რა. ტატოს უთხრათ, შენ მანქანაზე დაჭდება და წავიდეთ. კი, წავიდეთ. ტატოს ხო ჟობიაგერ ბავშვი დავსვა საჭესთან. კარგი. არ არის, პატა, ტატო მოიცა დაურეკავ ხარ. მიდი დაურეკავ. ტატო, თეკლა ვარ. თეკლა ერისთავი. ტატო, შენი თანამშრომელი. ხო, ხუჭუჭა. არა, ტატო, ეგ სალომეა. აუ, პეტო ჯიგარი ხარ რა, ბაკურიანის მე ხარაგაული მაგარი იქნება. ხო. თეკლა, ხარაგაული კარგია? ხო, ტატო, ეგ ვარ. ხო, მესამე სართულზე მარჯვნივ. ბავშვი, მომისმინე, მაგ მოყევი რა ხდებოდა ბაკურიანში რაღაც, რატო არ მეუნები? კარგი იყო, ჰა? რა ვიცი, მე მიშიკო და გიორგი სრიალებდით, ლაშაბიძია კიდე ქოვით გველოდებოდა და წუწუნებდა, როდის გაიზრდებით და დალევასთან. ესენი ლაშაბიძის მის გარდა არაფერს არ აკეთებდა, ხო? კი, როგორ არა. დედიკოს და ქეთევან ბიცოლას ურეკავდა და ატყუებდა, ბავშვები კარგად იქცევიან. აჰა. რაო? კიო. მართლა? ვაუ. ესე იგი გადაწყვეტილია. მე წავალ და გამოვიცვლი და მომზადე. თეკლა რა უნდა გითხა იცი ის არაქვე, ცოტა ფლაჩაიც გაიგე? ხო, მაინც მთაში მივდივართ და კი. არა, თაში ხო, მაგრამ ფლაჩმაგადაც არა, ხო ხტები ხა, ნუნუ მითხრა. თუ ადგილი იქნებაო, მანქანაში თუ ადგილი იქნებაო, ჩემ ემზარისაც წამოიყვანე. გაუკვირდი? გაიგე. ხო და ამიტომ თუ ადგილი იქნებაო, გაიგე, ეგრევე ხა ხლა თუ ჩავიცოთ, აბა რანაირად იქნება ადგილი? ხო. კარგი. ემზარი კი არა, ჩვენ თუ ჩავეტევით. ნუნუ წინ დაჭდება ჩვენ უკან. ან ნუნუ უკან დაჭდება ჩვენ ყველანი წინ, რა ვიცი რა. რამაინტერესებს, თქვენთან ხარაგაულში ინტერნეტი თუ არის კოპოლას მინდა მივწერო აუცილებლად. მივწერო კოპოლას? კი. რა ხდება ხება? ინტერნეტი ჩვენ არა გვაქვს, რა ხდება ინტერნეტი ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ მეზობებს აქვს Wi-Fi. გაიგე? ხო და მეზობებს Wi-Fi ჩვენ სასიმინდესთან იჭერს, გაიგე? ამოიღე მაინც ლეპტოპი, ხო? კარგი, არ მინდა პატარა. რაოი? მინდა ხარაგაულში ჩვენ. კიო, მინდაო. თუ დარჩებია დედიკოსთან დამაბარებ რამეს თუ რას მიდავ? აი ხვი. კი, დაგაბარებ, ჩამიკოცნე.
სახში ხარ რატი? სახში ხარ რატი? ბადა სახში არ არის კარგია. კარგია. რატი? დღეს არის მაგარი რაგბი. ხო და თუ გვინდა ამ რაგბს კარგად ვუყუროთ, ბატა უნდა მოვტეხოთ. ბატა უნდა მოვტეხოთ. რატი? ბატონო ფრიდონი, რატომ უნდა მოვტეხოთ ბატა? შეიძლება ჩვენთან ერთად რომ უყუროს? იცი უხერხული გია, მაგრამ დაიწყებს ახლა. ლუდი გამიხსენითო, პულტი მომაწოდეთო, წამომატრინეთო, გადამაბრუნეთ, განმაბრუნეთო, მერე ის რო იცით ხომ და შეკივლება. ჰაიმე! ხო და ეს კი სერიოზული სპორტია, რაგბი. ყველა მატჩს დიდი გულმოდგინებით ვუყურებ მე. მე რაგბისტი ვიყავი ადრე. რაგბისტი. ხო. მართლა? და რა პოზიციაზე თამაშობ? ვაკაცას თამაშობდი ჩვენ და ხანსად ვიყავი და ხანსად. ჩამოაფარა რა ფარდები. რა ქვი რა ჩამოაფარა რა. რა მითხარით? 8 კაცაო? ბატონო ფრიდონ, 7 კაცა ვიცი. 13 კაცა, 15 კაცაც ვიცი, მაგრამ ეს 8 კაცა რომელია? რატი? იმ დროს რაგბი არის ხო ახლა ასეთი პოპულარული. ხო და რამდენი კაცით შევიკრიბეთ, იმდენ კაცას თამაშობთ. მახსოვს ერთხელ რაიონის პირველობაზე მოწინააღმდეგეს ვანგრევ 46-0. ხო და 2 წუთია თამაშის დამთავრებამდე დარჩენილი მწვრთნელი მეუბნება. შედი ფრიდონ, შედიო, ცოდოხარო. მე რა ხეთ ითამაშე? არა, ხურდებოდი, ვითელებოდი, ასე ვქოთ, ვერ მოასწარი, მაგრამ ის მატჩი მოვიგეთ. მეორე ადგილზე გავედით 3 გუნდში. მაგარია. რატი? რას უყურებ, რატი? აუ, ბატონო ფრიდონ, მოდით რა. ძალიან მაგარი გოგოა, შეხედეთ, მე-5 სართულზე არის ძალიან მაგარი. კარგი რა. მე რაზე გელაპარაკები? სერიოზულ თემებზე გელაპარაკები. მოგიგე? ლამაზი გოგო. ხომ მაგარი გოგო. მე რა მაგარი გოგოა. შეგიძლია არ გეჭირა გოგო. მაგარია. კარგია ბა. დავედი მე და შენიცი. ხო, გამოდი, შევიდა, გამოდი. შევიდა. რამე მოიფიქრე. რაღაცა რა ვიცი, ტყუილი მოიფიქრე. რაიმე უთხარი პაატას. ხო, ეცადე. ხო, ოღონდ არში გამჩნიოს რა. უხერხულია. რა ვიცი, მე ყველაფერს გავაკეთებ ბატონო ფრიდონ, მაგრამ რა ვიცი, ვეცდები ყველაფერს რა. ეცადე და გამოგივა. ხო, გამარჯობა. როგორ ახლა? ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ ბადა. ხო, რატი ჭკვიანი ბიჭია? ხო. შენ გაგიგია როდის მე რატის ტყუილი რომ ეთქვას? შენ გაგიგია რატის ტყუილი რომ ეთქვას? მე არ გამიგია. რა ჭიდავს? როლს მეცადინეობდა, რამე თუ ეგეთი იყო მართლა. არა, ის გოგო დავანახე მე-5 სართულზე და აბა ცოტა გოგო თუ დაანახე, აბა რა იქნებოდა? ის გოგო თუ დაანახე, ხო? მოდი, შენთან რაღაც საქმე მაქვს, სათქმელი მაქვს. უი, რატი, მე თვითონ შენთან რაღაც სათქმელი რა ვქრათ, ახლა როგორ მოვილაპარაკოთ, ხა? მე გითხრა ჯერ თუ შენ მეტყვი, ჯერ თუ მე გითხრა თუ შენ მეტყვი. მოდი კენჭი ყაროთ და ისე გადავწყვიტოთ, რა სიტყვი? ყაროთ. როგორ ყაროთ ახლა? როგორ და ყარი, მოვიდი მეუბნები. მომისმინე. რატი რა უნდა გითხრა ახლა მე შენ? რატი 1-2 საათით მინდა რომ სახლიდან წავიდე. 3-4 საათით იყოს ბატა. 6-7 საათით წავა. რატი 10-11 ბატა. რატი შეიძლება დღეს დილით მოდი ბატა, ბიჭი ხო არა? ზეგამდე რატი? ზიგარი ხარ. ზიგარი ხარ. ბატა ზიგარი. კარგი, მაგრამ ზიგარი, აი შენ ხარ ზიგარი და არ შემეწინააღმდეგო ისე. რატი არ გეკნებო? მომისმენ, შენ რა უნდა გეთქვა? მე რა უნდა მეთქვა? ფრიდონი. ფრიდონი, იცი რომ 8 კაცას თამაშობდა რაგბიში? რას ლაპარაკობ? რატი რა 8 კაცა კაცო შე? რა 8 კაცა რაგბი ვის გაუგია? შენ ძალიან ბევრს უყურებ იმ გოგოს და ცოტა მოუკელი ყურების დონას. მოუკელი ყურების დონას, თორე ფრიდონს დაინსგასები, ვერ დაიდახე რა დღეში იყო კაცი? 8 კაცა რაგბი, 8 კაცა. ვის გაუგია 8 კაცა რაგბი? 8 კაცა რა 7 კაცა. ისე იქნება 15 კაცაც არის, 15 კაცა. 8 კაცა, 8 კაცა. კაცა. კარგი. ნუ
მუშაობდნენ ხანასახოსითა დატო ომის მინიშ რაღაც ეს ადგილები არ მეცნობა და გზა ხო არ შეგეშალა არ გეცნო როგორ არ გეცნობა ბოლოს როდის იყავი აქ ზაფხულში მე ხეები ხო იყო ხეები იყო კი ხო გზა იყო ხო მაგრამ კარგი გზა იყო გაფუჭდა მე გაფუჭდა ხო რამე გინდა კიდე რამე გინდა მინდა დატო ჩხარაიარე ცოტა კაცო ჩხარაიარე თორე ესე თუ ვიარე ჩვენი ბაბუას 80 წლის კი არა 85 წლის იუბილეს ჩაუსწრებთ ხო ძალიან ნელა დადიხარ დატო ძალიან ნელა დადიხარ ვერატყო ნელა რატომ მოვდიოდი იცი რატო აბა რაღაცა ხრიალის ხმა გავიგე საშინელი და ვფიქრე მანქანას ხო არ გავუფუჭდა მეთქი რა მე გამოვიხედა თურმე ჩაგძინებია და შენ ხრინავდი ხო გამოდი უკეთესად ხარ მოდი ახლა რო წავალ ბანჯარასთან დაჯექი რომ რა ვიცი მაინც ხო ხაი კიდე გულიაგერია სულ შენი ბრალია პატარა ჩემი ბრალი რა არის ხო რა რატოა ჩემი ბრალი შენ არ მეთხარი წყვეტილი ხაზები ითვალე და არ დაიღლებიო დავიწყე და დათქვა და აი აბა წავიდი ხო არა ნუნუს რეოდებით ვარდ კაჭაჭას და ვირის წერფას კრებს ნაყენი უნდა გავაკეთო აი ნე ეგ ხალი მე მგონი ჯადოხარია ჯადოხარი არ ვიცი მაგრამ თავი ამტკი და მთელი გზა იწევლებოდა იწევლებოდა სახლიდან წიწამურამდე სტურუების რდა ცუდი თვალით გამოგვაციოაო მე წიწამურიდან მუხრანამდე ვერ ვიჭარდა მუხრანიდან კიდე შემოტანილი ქათმების ვანძღა დაიწყო და მე იმასაც ჩაეძინა და მეც სუ მოდის სუ ვინ გაიჭა ხო კაცკაცო და ჯანდაბა ამათ თას რა ფლორა გვაქვს როგორი არაჩვეულებრივი სამკურნალო მცენარეები და არაფერში არ იყენებენ ამას გამოიყენებენ ეს მაფია რა მცენარეებია რა ყვავილებია ქალტონონუკა ეგა ეს არის ვარდკაჭაჭა ხო და თავიღებ თბილისში ცოტას კოტეს მივცემ და დაბადების დღე აქვს მაინც და ხო იცი სარელი ხო არ მივა აბა რა ქალტონონუკა კაცი 80 წლის გახდა და ვარდკაჭაჭა ხო უნდა იცოდეს ეს რა ხო აბა რა ყველაფერზე მაიმუნო, კი არ შეიძლება ესე მაიმუნო. წავედით ახლა ვის ველოდებით, ვის? თქვენ. აიმე, კიდე კარგი ხმა მოიღეს. სადავართ, გითხარი ერთი. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სადღაც. გზაში. საიმე, ტატო, გეხვეწები ყურადღებით იყავი, არ დავიკარგოთ, თან ელენემ ნიკა მეჩამაბარა. კარგი, ისე თუ დაკარგვის გეშინია, ნიკა აქ დავტოვოთ. კარგი, ტატო, რა დროს ხუმრობა, წავედით, აბა ჩავხედით. ნუ დაიდა, თქვენ ჩემთან დაჯექით უკან. აიმე, მოგინათ ჩემი მორაბილი, მოგიყოლი გზაში, ისე და მე კუკურის ამბები ვიცი საოცრება, მოდი. არა, ამბები არ მინდა. თქვენ ფუმფულა მკლავები გაქვთ და ტკბილად დამეძინება. არ ვარ გაძილი, მანქანაში ჩახდეთ. ჩახედით უკან და გადაგიდით. მიდი ნიკა ჩაძი ხო მიდი დასწრებით ახლა მიდი. თეკლა ვერ ვეტევი რა აქ რა ჯოხის ადგილი არ რჩება და რა ვქნათ ახლა დავიტანჯე მთელი გზა. რა ხნა პატა სად ჩავშიდე აბა ისე როგორ ჩავ. აი რას დაიტევით ცოტა უნდა გახდეთ. თეკლა ელენე ნიკა იხვი დაკტოვეს მარტო მარტო დაკტოვეს ხო მარტო ხო ლაშა ბადანო ფრიდონ ლაშა რატი ჩამოხვედი ხო შე დიდი ტელევიზორი გაქვს კარგია ხო ალბათ რაგბის საყურებლად ჩამოვიდა. კაცია და იმით. აბა. რაგბის საყურებლად არა. ჩემშვილებს მობეზრდათ იქ ბაკურიანში ყოფნა და მაგით ჩამოვედი. კაცი მაინც ვარ. აბა რა. მაგარ დროს ჩამოხვედი, მაგარ დროს, მაგარი რაგბია ეხლა საქართველოს ნაკრები თამაშობს. აგე ლუდი, ლაშა, ჩიფსები, ხილი. ახლა ტელევიზორში უყურებ, მაგრად გაგიმართვა. მაგრად მიყვარს ლუდით, აცურად, რაგბის, ფეხბურთის, ჩოგბურთის და სპორტის ნებისმიერი სახეობის ყურება. ფიგურული სრიალისა? ისა, თქვენ შაყინური ვარიანტი რა. და
79 წელია და ტაშკენტში ეგ ისა ვიცით გასტროლებზე რო იყავით ხო? არა და 79 წელია და ტაშკენტში თბილისის დინამო ეთამაშება ტაშკენტის სპარტაკოს. დაიწყო. გენაცვალეთ, მიდით ბიჭებო. მიდით გენაცვალეთ. მიდით. ეს ჩვენები არ არიან ბატონო ფრიდო. მერე რა, ვაშკაცები ხომ არიან? კაცები ხომ არიან? ხო და ყველა კაცურ კაცს ვენაცვალე მე. რა მოხდა? ეს რატო გამოვიდა? შოკი. კარგი. ამის დრო იყო ეხლა გასო რა არის ეს? კარგი რა. კარგი რა. სათელს მოვიდა. ყველგან არის. წინა კორპუსში არის, მარტო აქ არ არის რა. კარგი. აი მოვიტანე. სხვა სანთელი არისო და კაცების ყურებას ვაპირებდით და ახლა გულის ფორმის სანთლებს უნდა უყუროთ. ხო, არ მინდა ეს. ისეთი სიტუაცია ახლა ლუდი აღარ უხდება ამას და ყავახუ არ მომეტანა. ისე ცოტა ხანიც რო არ მოვიდეს დენი რომელიღაცა შემეყვარდება. არა ის საკიმოი ვარიანტი რა. ხო და 79 წელია. საგარეჯოს მოზარდ მაყურებელთა თეატრში გახლავართ იმ პერიოდში. თამაშობ სამუშიას კიდობანში ალიკას. რა დრო იყო? აბა რა დრო იყო. თქვენ სამუშიას კიდობანში თამაშობდი? ყიფიანი ახალკაცის დინამოში? 19 წელი რო იყო ეგრე არ იყო არც ერთი რა. ხო და თან ყურება ბრინდა. ხო და თან კიდევ ახლა როგორ გამარჯობა. გამარჯობა. სანამ შეკითხებს დამაყრით, პირდაპირ გეტყვით, რომ დენი ჩემს გამოწავიდა. გასვატარებია ტრანსფორმატორმა ვერ გაუძლო რა და ბოდიშის მოსახლეა ჩემოვედი. ბოდიში. ესე იგი თქვენი ბრალია, რომ რაფს ვერ ვუყურებთ. თქვენი ბრალია. სულ ჩემი ბრალიც არ არის. საბჭოთა კავშირის დროს რო უხარისხო ტრანსფორმატორები გამოდიოდა, რა ჩემი ბრალი იყო. ხო, კარგით, ახლა კარგი. რაფს რომ ვერ ვუყურებთ, მაგასაც ლენინს უნდა ვაბრალე. მოიცა დირექტორი, ბატონო პროფესორ, რამდენ ხანში შეიძლება რომ გამოსწორდეთ რა? მოვედით რაგბის საყურებლად. ესე იგი შუქი რო წავიდა აქ იყავი? და გაიპარა თუ უცებ ჩაქრა? გაიპარა. არა რა გაიპარა უცებ წავიდა. არა რა უცებ წავიდა, ჯერ მეელნელა და მერე სულ გაიპარა. კალი რაშა აქ ვიყავი უცებ წავიდა. შენ მასწავლი ხა ჩემს სახში როგორ მიდის დენი? მოიცა. აქვს ახლა ამას რამე მნიშვნელობა? არა ესე უბრალოდ ვიკითხეთ თუ რა მნიშვნელობა უნდა. მალე მაინც არ გაკეთდება და ხო და რას ამოვდი რომ ბარემ აქ ვარ და თუ საყვედური გინდათ მითხარით თორე აქედან რომ გავალ მთელი უბანი მელოდება გარეთ სასაყვედური. მე თქვენთვის ვეღარ მოვიცი უყურადღებოთ დარჩებით. რა საყვედური ბატონო პროფესორ რაგბის ყურება გვინდოდა რა გვინდოდა. მაშინ იქნებ რატი თქვენ სახში ხო არ გავიდეთ? აქ შეიძლება მაგალითად მეზობელი კორპუსიდან დენის გამოყვანა კაბელით. ან სხვა რამე შეიძლება მოიფიქროთ მაგალითად თქვენ ხო პატარა ტელევიზორი. და შეიძლება მაგალითად რამე ალტერნატიული წყაროს მოძიება მისთვის. მე არ ვიცი როგორ გადმოვჭივავთ ან რა ალტერნატიული წყარო, მაგრამ რა ვიცი ახლა თუ მოვახერხებთ რაგბის ყურებას მე ეს იდეა მომწონს და გავიდეთ იქ და რა. მომეც ისეთი ბუთუს. არა გამომეტება ხალხი რა ვიყო ყველა. მე არაფერი ხო? წავედით მოიცა. ესე წავიღოთ. ხო და 79 წელია ტაშკენტში. მე არაფერი არ გამოვა რა მოხდა.
მე რა ვქნათ დატო რა ვქნათ შენ გელაპარაკები რა ვქნათ მე მკითხეთ? ხო აბა ვის? მე ხო გითხარით გზა აგვერია და მანქანა ტალახში ჩავარდათქო და რა უნდა ვქნათ ეგ არ ვიცი. გითხარით თუ არ უნდა დაგვისვა დატო საჭესთან რა ჩვენი ბრალია ყველაფერი რა ჩვენი ბრალია. თქვენი ბრალია მართალი ხარ. თქვენ საერთოდ მადლობა უნდა მითხრათ მე ვარ რომ მოვდიოდი და არა ჩქარა. თორე უფრო შორს დავიკარგებული. გეხვეწები გამაგებინე როგორ ვერ მიხვდით გზა რო აგერია. არა იყო იცი ავტობანიდან რომ გადმოუხვიე. დავეჭვდი მეშლება თუ არ მეშლება. მე ვიფიქრე უთხრა თუ არ უთხრა, გამოვიხედე გეძინათ. მე ვერ გადავიწყვეტე გავაღვიძო თუ არ გავაღვიძო და ესე ჩავარდა მანქანა ტალახში. არ გზა, არ მოსახლეობა და ტელეფონით არიცე. ნიკა შენ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. უცი არ ნერვიულობ, არაფერი არ არის. არ არის საშიში ხო ნიკა? კარგი ბიჭი ხარ შენ. არა, ბუნების გაკვეთილზე იცი რა გვასწავლე? რა ბუნება, აბა მიდი აბა. და საქართველოში არ არის ხშირი მტაცებელი ცხოველები. გენაც ურა ბუნება, გენაც აბა. ხო. მაგრამ შეიძლება შეგხვდეს რუხი მგელი, რომელიც გამოირჩევა აგრესიულობით და დიდი ზომით. რუხი მგელი თავს ესხმის ადამიანს ზურგიდან. შუმაც მიიღა. კარგი, ახალ გინდა ბუნება გრამატიკა მოყევი კაცო. ვაიმე. არი, ქალბატონო. ემზარი მაინც ამოგვეყვანა. ემზარი რას ფიშველი და? აი მე არაფერს, მაგრამ სუბსაჰარელმა ჩატატა და საწყალი კაცი ქალაქშია გამოკეტილი. კარგი სამუდეი და რა. ხალხო რაღაცა მოიფიქრეთ, რაღაცა ქენით რა დაღამდა უკვე. ხონა თეკლა ვერ გავი რა გავაკეთო, აბა ფეხი მწკივა თორე ის არ ვიცით სადوار თუ გავიგოთ საით უნდა წავიდეთ. ვიცით არ ვიცით სადوار. მე ვერ გავიგე რა თქვა, მაგრამ ხო ოი, ბუნებაში კიდე ვიცით რა მასწავლეს რომ არ გვინდა ბუნება ბავშვი. არა, პედო სხვა რაღაცას ვამბობ. ვიდი აბა რა. გადაჭრილ ხეზე შეგვიძლია გავიგოთ საით არის ჩრდილოეთი და საით სამხრეთი. ოჩა, რა მაგარი რაღაცა გისწავლე, ოჩა ბავშვი, რა მაგარი რაღაც. სადოეძებო, ამ ხელა ტყეში და ამ დეხეებში ეხა გადაჭრილი ხე. სადოეძებო, მე გადაჭრილი ხე, გეკითხებ, სადოეძებო, აბა. საბატ, ადე. კარგი, ვიპოვე, აბა გადაჭრილი ხე. მე რა იცი, მიდი აბა რა გასწავლეს, მიდი. ბოლომდე არ მომისმენია მასწავლებელი. მეც ვიცი ეგეთი რაღაც. რა იცი, აბა შენ რა იცი? ესე იგი, ხეს უნდა დავაკვირდეთ და საითაც უფრო შედარებით მოკლე ტოტები ექნება, იქით არის ჩრდილოეთ. მე რა ვიყურებ, მიდი და დააკვირდი, მიდი. მიდი დატო, მიდი, აბა მიდი. ახლოს, მიდი. აი ხე, რა ვიცი, რამდენი ხე გიდა, აბა. მიდი, დააკვირდი კაცო. დააკვირდი, მიდი, დატო, ახლოს. აბა რაო ხე, რა სიდახის ხე, აბა რაო, თქვი. რაო ხე, აბა სად არის? მეგონი აქ ჩრდილოეთ საერთოდ არ არის. მოიყვანეთ ან რაღაცა გააკეთეთ რომ ამოვიყვანოთ ის მანქანა. რა ქნა თეკლა საწავიდე ფეხი მაგ მოტეხილი დავდივარ კაცო მე გავიდოდი რაღაცა მოვახერხებდი გავარდებოდი რა ვქნა აბა მე რა გავაკეთე საწავიდე. კარგი ხო მეწაო კარგი. ეს წავა მაგრამ ხა ამას ელოდე კიდე როდის მოვა ის რა. აი მე კიდევ კარგი საჭმელი წამოვიღე გზის. აბა. კარგია. რა იყო ძალიან ცოტა იყო ეს საჭმელი ზაჰესამდეც კი არ მეყო. რასლა პარაკობს ქალბატონო უკა ეხა უყურე ეს საჭმელი აღარა გვაქვს ხა ჩვენ ხა ხვდებით ეხლა თქვენ რა ხდება საერთოდ რა არის ქალბატონო უკა მე ვიფიქრე ის რუხი თუ მოვიდა მეთქი კაცო საჭმელს მაინც დაუყვეთ რომ ჩვენ არ შევჭამოთ და გადავშევით მეთქი რა უთხრა ეხა ის რუხი რომ მოვიდეს რომ ქალბატონო უკა ზაჰესამდე შეკავენ თელი საჭმელი მეთქი გელმა საერთოდ რა ის ზაჰესი რა არის ქალბატონო ამაგინი ხდება რა Raisi gelme rar, dahi ego utra, dahi hizmeti dağıt pizda. İnda eklemek için pizda ke buli geli kato. İnda kato pizda ke buli geli kato. Ama diyeceksin ya. Gadavçi. Sadari ruhi. Ruhi gadavçi. Kaçı. Mankana moiqane? Ara, mankana ara. İçi ra. Akidaro gavedi. მოვედექი დაღმართს. დავაპირე ჩასვლა, ცუდი ჩასასვლელი იყო და ქვევით რომ წამოვდექი, დავინახე აბრა. ხო. ანუ გადავრჩით. გადავრჩით, აბრა და უნახია და გადავრჩით აბრა. აი წერა აბრაზე ხარაგაული? არა, აბრას ეწერა ცხინვალი 10 კმ. რა ბატო? რა სიძახე, ცხინვალში ვარ ახლა ჩვენ, ჰა?
ხილოსი ვარ. გაგიჟებულია ბაყაყი. რომელ საუკუნეში ცხოვრობთ, შუქი რო არ არის. სად არის რა? სად არის ეს ფიზიკოსიც რა? დაიწყებოდა უკვე მეორე ტაიმი რა. ბატონო ფრიდონ, მე რამდენჯერ უნდა გაიხედოთ იქ? თუ იქ შუქი მოვიდა, ესე იგი აქაც ავტომატურად მოვა. ორ წუთში ერთხელ იყურება რა. ეგ მე მგონი იქ დენის შესამოწმებლად კი არ იყურება. იმ გოგოს უყურებს. კი. ზერის მარცუხი. დუდუცუნტევნები. ჩამოეღვენ საფართო თეწოებს. მოცდურო ქალო. ველურ ხიჟინით, როდის გაურბენამ ჩვენს ეზოებს. ერთი ბატონო ფრიდონ, ერთი შეიძლება ვნახო, ერთი. მე შევხედა რა. აი კი გამოჩნდა. ხო. კი, აი ივანზე. ნათელაბები არის. სად იყურებოდი ბატონო ფრიდონ, სად იყურებოდით რა? მე შუქს ვუყურებდი. შუქს. ხო, ვუყურებდით. არა ის ეგლექსი ზუსტად ნათელებია ხო? დენის მარწუხის ხიჟინით ეზოებს დაურბენო. კი ნათელებია. როგორ ეთქვა, როგორ ეს ყველაფერი რა? ვიცი რა ლაშა, სილამაზის დანახვა ყველაფერში შეიძლება. კარგით ეხლა ხო, კარგით რა იყო ლექსი წავიკითხე. რა შეიძლება? შაყინოი ვარიანტია ბატონო ფრიდო რა იყო ახლა თქვენ მოხვედი აბა ვით გამოართვა აკუმულატორი როგორ მოხდეს როგორ უყურე როგორ მოხდეს და ეს არკის გამოსახდელ აპარატს დავპირდი კი არა და ეს აკუმულატორი შეიძლება მალე დაждდესო და მეორესაც მოგცემენ ო ბატონო პროფესორო იქნებ ლუძეც რამე მოგვიხერხოთ ჩაირთო მოიცა კი ჩაირთო იგებე ჩვენები იგებე შეხედე რა მაგარი ამბავია ატეხილის ყვაჭმა გამოიტანა ო ალავზე დადო დაიჭირა ალავზე შეიძლება თამაშებენ შეიძლება თამაშებენ ალალი ხერი თქვენ რაკს უყურებთ თუ ღვინის ყურს მოდი ტერმინები ასეთი მოდი ამხელა ეს გორგოდი აპარატა ტელევიზორში ამხელა ჩანს ნახე რა ჭიდაობა წავიდა შეხედე კაპიტანი რა დღისია კაპიტანი რომელია აბუსერი 6 ნომერია ხო ნუ ეხლა 6-ია ისეთი ამბავი წრება ხოლმე ხან 6-ია ხან 9 ხან 10 მიდი ხო მიატეხი შებოჭე მიდი პატი აი ეხლა ლელო არ დადო ანკილი ჩხუბი არ აქვს თორე შეიძლება თავზე დავალეტოს ყველაფერი ქალბატონო ნუნუკა ისა თუ გეშინიათ და ნერვიულობ დაგელაპარაკებით გაგამხნევთ ჰა? არა არ მინდა მადლობა კარგით არის ნერვიულობ კარგით იკა ბავშვი თეკლა თუ გეშინიათ ნერვიულობთ დაგელაპარაკებით გაგამხნევებით დაგეხმარებით ჯიშის დაძლევაში ჰა? არ გვინდა პატა მადლობა კარგით არის ნერვიულობ კარგით ისა ტატო არის ხალხო ვიღაცა დამელაპარაკეთ გამამხრევეთ კაცო რა ისე გეშინია ბო რა არის იმეშინია ტატო მართლა რომ მოვიდნენ რუსის ჯარისკაცები და თქვენ თუ აგვიყვანო მერე აუ თან ეხუმრები რუსები ძალიან გაბრაზებულები არიან ჩვენზე 46-0 რაგბი კარგით ხალხო რა ნუ ხართ პანიკაში არავინაც არ მოვა თუ მოვლენ ვუთხათ რომ ტურისტები ვართ შვედი ტურისტები ხო მე რო შეხედავე პატას როგორ გასშვედს სტოკჰოლმიდან
რა უნდა გითხრეს ეხა თუ მართლა მოვიდნენ და რაღაცა ხო დაგვიჭირეს და უშოთ ყეთა გვიყვანეს აბა ერთი შემოხედე შენი აზრი მაინტერესებს ესე უფრო საცოდავი სახე მაგ თუ ეს რა ვიცი მე ვარ გამეცინა გაგიცინა ხო იცი რა არის ხა თუ მართლა მოვიდნენ ეგენი გაიგე და ყეთა გვიყვანეს უთხრათ ქალები ბავშვები და მე ფეხი მაქოტელი დაწორა ხო გავიშვა და დანარჩენები დავშვებით ხო ხა კარგი აიმე ხალხი რაღაცა მოიმოქმედებს თორე 10 და უკვე ძალიან სულ რაღაცა ხმამესმის ჩუმად რაღაცა ხმამესმის ой как холодно რა საკეთე ქალბატონული რაღაცა აიმე თუ რუსები არიან ვითომ ჩვენ სიმათიანები ვართ ხო როგორაცი დაი ხაბის გინა მომენატრაი კარგით რა საკეთებს ეხლა რა სიფიქრებს ნიკა რა სიტყვის რა ვიცი რა სიფიქრებს ნიკა და რა სიტყვი მე რა ვიცი რა სიფიქრებს ნიკა რა სიფიქრებ ნიკა მე გავა სად გახვალ ნიკა გაგიჟდი ხო მაგრამ შორს არ წახვიდე ნიკა აიმე პატარი მომისმინე ხო ცოტა თავს უნდა შემოუძახო არ შეიძლება ეს არ შეიძლება როგორმე დღეს გავცლოთ დღესღამე და ხო რაღაცას მოვიფიქრე მართალი ხარ ვაშკაცი ჭივარ და ესე არ უნდა უცანცარებულიყავი მართალი ხარ ბოლოს რისი მეშინია რა არის უნდა გავიგე ქართველი ვარ და საქართველოს შეგვეყანაშო რისი უნდა შემეცნეს მოვიდეს ვისაც უნდა მოვიდეს ჩუმად რატო ყოიხარ ბა რა ვიცი ტატო მართლა რომ მოვიდნენ არ გაიგონდა ცეკვა ნახე რა ვიტოვე ბილიკი არა ფლეშკა ლამაზი კენჭი მეგონა და ფლეშკა ყოფილა გამაგიჟებს რა ეს ბავში რა მინდა ბავში ფლეშკა რა მინდა ეხლა მე აქ ფლეშკა მინდა მე ეხლა გიკითხები რა ანდა მომეც კინოებს წაწერ ხოლმე მომეც ცოტა ეგრე რა არის ჩაწერილი ამ ფლეშკაზე შენო ვირუსიანია ეს აიმე გადააგდე ჯადო არ იყოს ჯადო კარგი რა ჯადო ხალხო ეხლა თქვენ ხვდებით ხალხო რა ხდება ამ ფლეშკაზე რომ მართლა რამე საიდუმლო ინფორმაცია იყოს შენ ხო ყველანი ისტორიაში შევავთ ხალხო ვერ ხვდებით თქვენს ხალხო შენს ეკლა დატო შენს მე ბავშვი შენს რა მაგარია ჩემს თავზე ვისწავლი ხოლმე გაკვეთილე კარგით ეხლა არ გვინდა ნერვიულობა არ გვინდა მოდით ყველანი ერთ მუშტად მოდით ყველანი მოდით წრე გავაკეთოთ ერთად დავდგეთ ყველანი მოდით მეშუაში სამაკარეთ მოდით კარგი ხო ვაიმე რა ხდება ხალხო მოდით მე გადამეფარეთ ხალხო ვაიმე რა ხდება გადამეფარეთ მოდით გადამეფარეთ იდი ათი მიაცი ჩამოიცილე მივიდა უნდა მოიგოთ მოიგებენ ხო გაიგე გავგიჟდები რა აღარ შემიძლია მაგარი თამაშია რა აუ რაზე მწყდება ისი გული პატარო აქ არ არის რა აი მაგაზე მწყდება გული ისე ეს თამაში კი არა ბრძოლა ომი გაჭოდი რა ისეთი გაჭოდი მაყურებდი ბოლო წუთებია და მაყურებდი რა რა ხდება რა დროს სპეციალური გამოშვება რა არის ეს რა ეს რა მეჩვენება თუ არ გეჩვენება ჩვენები არიან ეკლა ნიკა ტატო რა ხდება და მედლები გადასცეს პატა ფერაძე ჯილდოდებით ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის და სიმამაცისთვის ეს მადლობა რა უნდა კითხოთ
ბატონო სამხედრო პირო რა უნდა კითხო? აი ეს რა ქვია? აი ეს ფლეშკა რომელიც მე როიპოვე, ჩვენ როიპოვეთ. იქიდან ის ინფორმაცია, საიდუმლო ინფორმაცია გადაიტანეთ უკვე. დიახ და კიდევ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. გასაგებია ხო, მაგრამ რაღაც უნდა გითხრათ. ის რა ქვია? ის ფლეშკა რომ მომცეთ, თუ არ სჭირდებათ, კიდევ შავტარ ხოლმე ხანდახან, ჰა?